ეს არის კაზინეტი. სახლების მცირე ჯგუფი და ერთიანი სარკინიგზო ხაზი ციმბირის ტაიგის შუაგულში. 1999 წლის 14 აგვისტოს ღამეს გეგმური მატარებელი მიუყვებოდა ტყის ამ ცივ და მარტოსულ მონაკვეთს, სანამ ლიანდაგებზე რაღაცას შენიშნავდა. თავდაპირველად მემანქანეებმა ვერ გაარჩიეს რას უყურებდნენ, მაგრამ როდესაც მიუახლოვდნენ ის, რაც მათი კნახეს, თანამედროვე რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და სასტიკი საიდუმლო აღმოჩნდა. ამ ვიდეოში მოვლენები ძალზედ შემზარავია, ამიტომ დაფიქრდით, გიღირთ თუ არა ხასიათის გაფუჭება. სოფელი კაზინეტი რუსეთში ისეთი ადგილია, რომელიც რუკების უმეტესობაზე არც კი ფიქსირდება. ის ღრმად არის ჩაგარგული ციმბირის ტაიგაში, სადაც გარშემო ფიჭვებისა და არყის ხეების უსასრულო მასივებია, რომლებიც თავისი რთული აგებულობითა და სასიცოცხლო ციკლით გამოირჩევა. ეს უფრო მეტად რკინიგზის გასწვრივ მიმოფანტული სახლებია, ვიდრე სოფელი. დაახლოებით 24 ადამიანისგან შემდგარ დასახლებაში არ არის მაღაზიები, ან ნორმალური გზები, ხოლო ლიანდაგები და რკინიგზის მუშაკთა ოჯახები. აგვისტოს ღამეები აქ მასწურად ცივია. ზაფხულის დღეები შეიძლება მოულოდნელად ყინვაში გადაიზარდოს. ზუსტად ღამის პირველ საათსა და 40 წუთზე 2001 სატვირთო მატარებელი კაზინეტის სადგურისკენ მიემართებოდა. ეს იყო 70 ვაგონისგან შემდგარი მატარებელი, რომელსაც ძმები ვადიმ და იგორ სუპრუნენკოები მართავდნენ. სადგურთან მიახლოებისას მათ წინ რაღაც შენიშნეს. ვადიმმა საავარიო მოხრუჭ დააჭირა, თუმცა მძიმედ დატვირთული მატარებელი მყისიერად ვერ გაჩერდებოდა. მათ იგრძნეს გარდაუვალი დარტყმა ფოლადის ბორბლების ქვეშ. როდესაც მატარებელი გაჩერდა, ძმები ფანრებით ჩამოვიდნენ. ლიანდაგებზე 7 ადამიანის სხეულის ნაწილები იყო მიმოფანტული. ისინი იყვნენ 15 წლის მოზარდები. მეჟდურეჩენსკი და დიმიტრი, ნიკოლაი, ვადიმი, ოლეგი, ვიაჩესლავი, რომანი და ვიქტორი. ეს ჯანმრთელი გონიერი ახალგაზრდები დღეში კედარის გირჩების შესაძლებლად იყვნენ წასულები. გამომძიებლებმა თავიდან ეს ტრაგიკულ შემთხვევად შეეფასეს. მათი ვერსიით ბიჭებს მატარებელზე დააგვიანდათ და ლიანდაგებზე დასაძინებლად დაწვნენ. კიდევ უფრო უცნაური ის იყო, რომ მათი ზურჩანთები 250 მეტრის დაშორებით ერთ მწკრივად დაწყობილი იპოვეს. მშობლებისთვის ეს ვერსია აბსურდული იყო. ისინი არ იყვნენ პრობლემატური ბავშვები. ტოქსიკოლოგიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მათ ორგანიზმში ალკოჰოლი არ იყო. როგორ შეიძლებოდა 7-ვე მათგანს ისე ღრმად სცინებოდა, რომ მომავალი მატარებლის ხმაზე არ გამოფხიზლებულიყვნენ. 2 წლის განმავლობაში მშობლები უშედეგოდ ითხოვდნენ საქმის ხელახალ გახსნას. მხოლოდ 1991 წელს პრეზიდენტ ელცინისადმი გაგზავნილი წერილის შემდეგ საქმე მოსკოვიდან გამოგზავნილმა პროფესიონალებმა ვლადიმერ გუჟენკოვმა და იური სტოლიაროვმა ჩაიბარეს. ადგილობრივების დუმილის მიუხედავად გუჟენკოვმა მიაგნო კვალს. მან მოითხოვა გვამების მიწიდან ამოყვანა. კრიმინალისტიკურმა ექსპერტიზამ ყველაფერი შეცვალა. დადგინდა, რომ 7-ვე ახალგაზრდა არა მატარებელმა, არამედ ადამიანებმა მოკლეს. მათ ხელზე აღენიშნებოდა თავის ქალის, ყბის და მკერდის არეში მიყენებული ტრავმები, რაც ბლაგვის აგნით, კერძოდ კი რკინიგზის დეპოებში არსებული ხელსაწყოებით იყო მიყენებული. ბიომანეკენებზე ჩატარებულმა ტესტებმა დაადასტურა, რომ ეს იყო მეთოდური და სასტიკი თავდასხმა. მემანქანებმა დაადასტურეს, რომ ბიჭები ლიანდაგებზე უგონო მდგომარეობაში გამიზნულად იყვნენ დაწყობილნი, რათა მატარებელს კვალი დაეფარა. ამგვარად, უბედური შემთხვევის ვერსია საბოლოოდ დაიმსხვრა და დაიწყო მკვლელობის გამოძიება, რომელმაც უფრო მეტი კითხვა გააჩინა ვიდრე პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ ვასილიმ ლაპარაკი დაიწყო, მისი ნათქვამი მაინც არალოგიკური იყო. მტკიცებამ თითქოს მან და მისმა ძმამ 7-ვე მოზარდს ძლიეს, ნაკლებად საურავდო ჩანდა. ბიჭები ათლეტურები და ჯანმრთელები იყვნენ. ძმები კი პირიქით, სუსტები და ავადმყოფური გარეგნობისანი იყვნენ. როგორც შეძლო ორმა კაცმა 7 ჯანსაღი ინდივიდუალური არსების დამორჩილებამ, ისე რომ ერთიც ვერ გაიქცა. სწორედ აქ შეიცვალა ვასილის ჩვენება. მან განაცხადა, რომ არსებობდა მესამე თავდამსხმელი, სლავა, ის ძმა, რომელიც მოგვიანებით თავადვე მოკლა. ვასილი ამბობდა, რომ საბედისწერო დარტყმები სწორედ სლავა მიაყენა, რაც მისთვის ხელსაღრელი ვერსია იყო, რადგან მიცვალებული მას ვერ შეედავებოდა. თუმცა გამომძიებელი ვლადიმირი გრძნობდა, რომ ეს მხოლოდ ერთი ოჯახის საქმე არ იყო. ორი დაკითხვისას ვასილის წამოწდა ახალი სახელი, ნიკოლაი. ეს არ იყო უბრალოდ სოფლელი, არამედ პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, მეზობელი დასახლებიდან, რომელიც იმ უქმეებზე ნათესავებთან იმყოფებოდა. ის იყო ძალაუფლების მქონე პირი. ნიკოლაი თავიდან ამტკიცებდა, რომ სოფელი ინციდენტამდე ბევრად ადრე დატოვა, მაგრამ ადგილობრივებმა მისი ალიბი განადგურეს. მოწმეების თქმით, ის იმ ღამეს ძმებთან ერთად რკინიგზის ბრიგადის ადგილობრივ ფორმანთან, ოსტატთან ერთად სვამდა. მათ ლიტრობით ხელნაკეთი სპირტიანი სასმელი ჰქონდათ მიღებული. მოგვიანებით კიდევ ერთი სახელი ამოდიოდებდა, პიოტრი, ფორმანის ძმა.
თუმცა ის გამოძიებასთან ვეღარ ითანამშრომლობდა, რადგან საქმის ხელახლა გახსნიდან მალევე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სურათი ნელ-ნელა იკვრებოდა. ერთ-ერთი მძიმე დაკითხვისას ადგილობრივი ფორმანი გათხრა. დანაშაულის გზნობითა და კითხვებით დაღლილი იგი ყველაფრის მოყოლას დათანხმდა. მან დაასახელა გვარები, აღწერა იარაღები და ის შემზარავი სიმართლე, რაც სინამდვილეში მოხდა 1999 წელს. ორი წლით ადრე, როდესაც მზე და იგის მკვრივი საფარის მიღმა ჩაისვენა, გაზინეთი ჩვეულ ღამის იჩუმეში გაიღო. თუმცა ლიანდაგებთან ახლოს მდებარე ერთ სახლში ხმაური არ ძლდებოდა. მამაკაცები მინიმუმ 3 ლიტრ ხელნაკეთ არახს ცოვდნენ. სუფრასთან იყვნენ ფორმანი, მისი ძმა, ვასილი, მისი ძმა იური და სტუმრად მყოფი პოლიციელი ნიკოლაი. ისინი არაფერზე იმობდნენ, უბრალოდ მოწყენილები იყვნენ. მოწყენილობა კი ასეთ ადგილას საღებათოა. როდესაც სასმელი გაუთავდათ, მათ დამატება მოინდომეს. სოფლის ერთ-ერთი მაღაზია კი დიდი ხნის დაკეტილი იყო. ამიტომ წავიდნენ სადგურზე, მატარებლის ბარიკების საძებნელად. ეს მუშები მატარებლებიდან ჩუმად იფარავდნენ საქონელს. ან წინასწარ ჰქონდათ გადანახული სასმელი, რომელსაც მერე სოფლებში სხვადასხვა ნივთზე ცვლიდნენ ან ყიდიდნენ. უბრალოდ რომ თქვათ, კაცები სადგურზე არალეგალური სასმლის მომწოდებლების საძებნელად წავიდნენ. თუმცა იმ ღამეს იქ არავინ დახვდათ, გარდა 7 ბიჭისა, რომლებიც ლიანდაგებზე მატარებელს ელოდებოდნენ. თავდამსხმელები მოგვიანებით იტყვიან, რომ ბიჭები მავთულით სიგნალიზაციის გაფუჭებას და მატარებლის გაჩერებას ცდილობდნენ, რათა მასზე შეპარულიყვნენ, მაგრამ ეს ტყუილი იყო. ბიჭებმა მატარებლის განრიგზე პირად იცოდნენ და ლიანდაგების დაზიანების მიზეზი არ ჰქონდათ. კაცებს უბრალოდ ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე სუსტი მიზეზი სჭირდებოდა თავიანთი აგრესიის გასამართლებლად. დაიწყო შელაპარაკება, ხომაღალი ყვირილი და შემდეგ თავდასხმა. ალიერებითი ჩვენებების მიხედვით ყველაფერი პოლიციის ლეიტენანტისგან დაიწყო. ნიკოლაი იყო ძლიერი, კუნთოვანი, შეიარაღებული და ძალაუფლების განცდით აღოსილი არ არობა. როდესაც 7 ბიჭიდან ერთ-ერთი მასთან მივიდა შესაძლოა მეგობრების დასაცავად, ან სიტუაციის გასამხტავად, ნიკოლაიმ მას თავში ცეცხლსრული იარაღის კონდახი ჩაარტყა. ეს დარტყმა მომენტალურად სასიკვდილო აღმოჩნდა, რამაც დანარჩენები გააშეშა. ერთი წამით ბიჭებს არ სჭიროდათ მომხდარის. შემდეგ ნიკოლაიმ დანარჩენებს დაუკვირდა, რომ ყველა დაიხოცათ და მოწმეები არ დაეტოვებინათ, რასაც შემდეგ მოხდა ქაოსი. კაცებმა ხელში მოხვედრილი ნებისმიერი იარაღი დაიტაცეს და ახალგაზრდებს ცხოველებივით დაერივნენ. ზოგიერთი მოზარდი გაქცევას ცდილობდა, მაგრამ ნიკოლაის იარაღი ჰქონდა, მან უბრძანა გაჩერებულიყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში სროლით დაემუქრა. ბიჭები კვლავ გაშიშდნენ და კაცებმა მანამ სცემეს ისინი, სანამ 7 ლიანდაგის პირას მიწაზე უსულოდ არ დაეცა. ამის შემდეგ ნიკოლაი, რომელიც წესით კანონისა და წესრიგის დამცველი უნდა ყოფილიყო, სცენის დადგმა დაგეგმა. მატარებელი მალე უნდა გამოჩენილიყო, ამიტომ მათ 7 სხეული ფრთხილად და მიზანმიმართულად გადაიტანეს ლიანდაგებზე. შემდეგ მათი ზურგჩანთები რამდენიმე 10 მეტრის დაშორებით ერთმწკრივად დაალაგეს, რათა დაეჯერებინათ ვერსია დაღლილი ბიჭების შესახებ, რომლებსაც უბრალოდ ჩაეძინათ. როდესაც ეს შემზარავი სამუშაო დაასრულეს, ისინი გაიფანტნენ. მოგვიანებით პირველ საათსა და 40 წუთზე მატარებელმა კაზინეთში გაიარა და გვამები გაანადგურა. იმ დროისთვის, როცა ძმები სუბრენენკოები ფანრებით ლიანდაგებს მიუყვებოდნენ, მკვლელები უკვე შორს იყვნენ. სიმართლე რაც არ უნდა საძაგელი ყოფილიყო, საბოლოოდ გამოაშკარავდა. როდესაც საქმე სასამართლომდე მივიდა, მას მთელი ქვეყანა ადევნებდა თვალს. 1995 წელს აღმოჩენიდან თითქმის 6 წლის შემდეგ დარბაზი სავსე იყო მშობლებითა და რეპორტიორებით. 7-თვიანი პროცესის შემდეგ მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი, რომლის საკითხვასაც საათზე მეტი დასჭირდა. ნიკოლაის, ფორმანს და ძმებს, ვასილისა და იურის სიკვდილით დასჯა მიესაჯათ. ჩანდა, რომ სამართლიანობამ პიკს მიაღწია. თუმცა სანამ შაბდებულები საკნებში ელოდებოდნენ, ქვეყნის პოლიტიკური კურსი შეიცვალა. ევროპის საბჭოში გაწევრიანების მიზნით რუსეთმა კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა დაიწყო, რაც სიკვდილის დასჯის გაუქმებასაც გულისხმობდა. 1996 წლის 31 მაისს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ პროტესტი განაცხადა და განაჩენის გაუქმება და საქმის ხელახლა გამოძიება მოითხოვა. უზენაესი სასამართლო დათანხმდა და ყველაფერი თავდაღირად დადგა. არა მხოლოდ გაუქმდა სასჯელი, არამედ სამართლებრივი ქაოსისა და ვადების გამო შაბდებულები პირდაპირ გაათავისუფლეს. ისინი ხელახლა არც კი გაუსამართლებიათ, რაც უფრო დაუჯერებელია, მოვლენები კიდევ უფრო ბნელი სცენარით განვითარდა. გათავისუფლების შემდეგ ვასილი საკუთარ ბიძაშვილს დაესხა თავს, რომელმაც ზოგიერთი ვერსიით ყველაფერი იცოდა და გამოძიებისას ჩუმად ყოფნას არაპირებდა.
ამასობაში იური ერთ-ერთი მსჯავრდებული ძმა მკვდარი იპოვეს. სხვადასხვა ვერსიით სიკვდილის მიზეზი ან გაკუთვა იყო, ან მოულოდნელი პნევმონია, თუმცა ყველაზე შემაშფოთებელი შემთხვევა წინ იყო. რკინიგზის მუშა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოწმე გახლდათ და ლიანდაგებიდან 7 მოზარდის გვამის აღებაში მონაწილეობდა, თავადაც მატარებლის პრობლემის ქვეშ დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით მას ლიანდაგებზე ფეხი დაუცურდა. ამრიგად 1999 წლის საშინელება არ დასრულებულა. მან უბრალოდ ფორმა იცვალა. მიუხედავად ბიუროკრატიისგან მიღენებული დარტყმებისა, დაღუპულთა ოჯახები ბრძოლას განაგრძობდნენ. 1990-იანი წლების მიწურულს კაზინეტის შვიდეულის ამბავი საინფორმაციო სივრციდან გაქრა. ქვეყანა კი კორუფციისა და ომების ტალღა მოიცვა. მეურს ეგონა, რომ საქმე სამუდამო დაიხურა, მაგრამ მშობლები დაუბრალავად იბრძოდნენ. 1997 წლის თებერვალში მათ მიაღწიეს საქმის ხელახლა გახსნას, ბოლომდე გამოუძიებელი გარემოებების მოტივით. ამ პროცესს კიდევ დასჭირდა 4 წელი, 3 დამატებითი გვამის მიწიდან ამოყვანა, 5 კრიმინალური ექსპერტიზა და 100-ზე მეტი მოწმე. ექსპერტები კვლავ და კვლავ ათვალიერებდნენ გადახილცვლებს. ამ წლების განმავლობაში ყველაზე ხშირად კვლავ ნიკოლაის სახელი ფიგურირებდა. წარმოიდგინეთ, გათავისუფლების შემდეგ იგი მუნიციპალური დეპუტატიც კი გახდა. 7 მოზარდის მკვლელობის ერთ-ერთმა ცენტრალურმა ფიგურამ ციხის გარეთ გატარებული დრო პოლიტიკური კარიერის ასაწყობად გამოიყენა, თუმცა 2001 წლის შემოდგომაზე რაღაც სასწაულებრივი მოხდა. ხაგასიის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ახალი განაჩენი გამოიტანა. ნიკოლაი ფორმანი და ვასილი კვლავ ცნეს დამნაშავეებად მკვლელობაში. ამჯერად განაჩენი საბოლოო იყო, თუმცა ბევრისთვის ის ჩადენილ დანაშაულთან შედარებით ზედმეტად მსუბუქი აღმოჩნდა. ნიკოლაის და ფორმანს მხოლოდ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მივისაჯათ კაც რეჟიმის კოლონიაში, ხოლო ვასილს უბრალოდ 7 წელი. მშობლებისთვის ეს კვლავ არ იყო სრული სამართლიანობა. ნიკოლაი კი თავისი ბუნებიდან გამომდინარე აპელაციების შეტანას არ წყვეტდა. ადამიანი, რომელმაც მთელი ეს საშინელება დაგეგმა, კვლავ ამტკიცებდა, რომ თავად იყო ნამდვილი მსხვერპლი. ოჯახებს კი ამ ყველაფრის მოთმენა უწევდათ. მიუხედავად დანაკარგისა, ტყუილებისა, ხელახალი სასამართლოებისა და პოლიტიკური მანევრებისა, სიმართლე საბოლოოდ გამოაშკარავდა და დამკვიდრდა. ეს მოხდა არა იმიტომ, რომ სისტემა მიუშავა, არამედ იმიტომ, რომ მშობლებმა არ დაუშვეს სიმართლის დამარხვა. საბოლოოდ მათ აიძულეს სამყაროს თვალი გაესწორებინათ იმისთვის, რაც სინამდვილეში მოხდა 1999 წლის იმ ცივ აგვისტოს ღამეს.